ახლა ნახეთ ეს ქვეყნები: თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი. ეს თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია, რადგან თითოეულ ამ ქვეყანაში თურქული წარმოშობის მოსახლეობა ცხოვრობს. მთლიანობაში ამ გაერთიანებაში თავს იყრის 100 მილიონზე მეტი ადამიანი. დღეს მოგიყვებით, როგორ ცდილობს თურქეთი ძველი დიდების დაბრუნებას, რა არის ნეოოსმანიზმი, ვისაუბრებ თურქი ლიდერების პოლიტიკურ თამაშებზე, იმაზე თუ როგორ ეჯიბრება ერდოღანი მსოფლიოს პირველ პირებს თავისი უზარმაზარი ამბიციებით, რას ნიშნავს თურქული ფენომენი და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის საქართველოში. ერთი თვის წინ რეჯეფ თაიფ ერდოღანი მილიარდერ ილონ მასკს შეხვდა. მათ თურქეთში ტესლას ქარხნის გახსნაზე, კოსმოსზე და დრონებზე ისაუბრეს. სექტემბერში, ანუ ერთი თვით ადრე, ერდოღანი ჩვენს პრემიერს ნიუ-იორკში შეხვდა. ეს 300 მილიონიანი მართლაც შთამბეჭდავი შენობა პირდაპირ გაეროს შტაბ-ბინის მოპირდაპირე მხარეს დგას. ერდოღანმა 2021 წელს ის პირადად გახსნა და თქვა: თურქეთმა შექმნა შედევრი, რომელიც მისი დიდებულების მემკვიდრეობას და მზარდ სიძლიერეს ასახავს. რაც მთავარია, ტექნოლოგიური ჩამორჩენა, რაც 1997 წელს იყო სხვა ევროპის ქვეყნებთან შედარებით, მაქსიმალურად შეამცირეს. ამას ემატება მოსახლეობის უზარმაზარი რაოდენობა, ევროპაში ყველაზე დიდი პოპულაცია, თითქმის 85 მილიონი ადამიანის სახით თურქეთს ყავს. იმ შეხვედრიდან ერდოღანს ნაყინი უფრო მოეწონა, ვიდრე სუხოის გამანადგურებელი. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, თვითონ რუსეთს საუკეთესო შემთხვევაში 10-მდე Su-57 ყავს. ინდოეთმაც უარი თქვა ერთობლივ პროგრამაზე, სადაც Su-57-ის ბაზაზე უნდა შეექმნათ პირველი ინდური მეხუთე თაობის გამანადგურებელი. დაიწუნეს იმიტომ, რომ ინდოელები რუსული თვითმფრინავის ტექნოლოგიური ჩამორჩენით უკმაყოფილო იყვნენ. TFX-ი, რომელიც 2028 წლისთვის სერიულ წარმოებაში ჩაეშვება. გამოვა თუ არა ამ პროექტისგან რამე, ეს ცალკე საკითხია, თუმცა თურქეთის ის კურსი, რომ ეროვნულ სამხედრო წარმოებაზე ასეთი აქცენტი კეთდება, მისასალმებელი. ხანი პოლიტიკას გავეშვათ, რა გახსენდებათ პირველ რიგში თურქეთზე? მეჩეთები, ნაყინიანი კაცები, რახატლუხუმი, ტრენდიული ათათურქი და არის კიდევ ერთი რამ, რითაც თურქეთი კულტურულად ცდილობს რბილი ძალის გავრცელებას. ეს არის ყველასათვის კარგად ნაცნობი თურქული სერიალები. სად არის პოპულარული ეს სერიალები? ბოსნია-ჰერცეგოვინაში, კოსოვოში, მაკედონიაში, ბულგარეთში, სლოვაკეთში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, პაკისტანში, ავღანეთში. შეხედეთ, რელიგიას რომ თავი დავანებოთ, სერიალებმა ისეთ ქვეყნებში მოიკიდეს ფეხი, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ოჯახურ ღირებულებებს პატივსცემს და ტრადიციული ფასეულობებით ცხოვრობენ. რატომ არის ეს სერიალები ასე პოპულარული? თურქულ სერიალებში ხშირად მკვეთრად გამოხატულია კაცისა და ქალის როლი. მტკიცე ოჯახური კავშირები, პატივისცემა უფროსების მიმართ, ღირსება და პატიოსნება და ტრენდულობა. დააკვირდით, პერსონაჟებს ყოველთვის გემოვნებიანად თანამედროვე დაცვიათ. ამ ყველაფრით ქვეყანა ქმნის საკუთარ იმიჯს თუ როგორ ცხოვრობს ხალხი თურქეთში, როგორ ითვალისწინებენ ტრადიციებს, ღირსებას, პატიოსნებას, მოკლედ წესიერების ეტალონი. მსგავსი შენიღბული პროპაგანდა ზემო ჩამოთვლილ ქვეყნებში საკმაოდ ძლიერად მუშაობს და თავის დანიშნულებას